სად არის ყველაზე დიდი დისბალანსი განათლებასა და რეალურ მოთხოვნას შორის. Როგორ უნდა მოხდეს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობა და რამდენად პასუხობს განათლების რეფორმა ეკონომიკის რეალურ საჭიროებებს? პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ამ თემებზე ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე. მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო ნოდარ, მადლობა თქვენი დროისთვის. დავიწყოთ ამ კვლევით, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ გამოქვეყნდა და გახდა ცნობილი. გამოიკითხა 12,000-ზე მეტი საწარმო და დაიდო შედეგი, რომლის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ლიდერობს საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები. და იქიდან დავიწყოთ პირველ რიგში, რამდენად სანდოა მსგავსი ტიპის კვლევა, თქვენ როგორც სტატისტიკოს გეკითხებით ამას რა თქმა უნდა და რა აჩვენა ამ კვლევამ, ანუ სად ვართ ახლა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს მსმენელს, მაყურებელს. ამ თქვენ კითხვაზე პასუხს მე ორ ნაწილად გავყოფ თქვენის ნებართვით. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ეს არის პირველი მცდელობა ალბათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიღებული იქნას ინფორმაციაზე დაფუძნებით და არა ვიღაცის სურვილების მიხედვით. ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ გამოკვლევის შედეგებს, შერჩევის ზომა 12,000 სუბიექტის გამოკითხვა, ეს შერჩევის ზომა ძალიან დიდია და 12,500 კონკრეტულად. შერჩევის ზომებზე როდესაც ვლაპარაკობთ 10,000-ზე 10-დან 15,000-მდე დაახლოებით ერთნაირი სანდოების კოეფიციენტი აქვს მაგას. ეხლა რაც შეეხება თვითონ გამოკითხვის შერჩევის ზომას, მან დარწმუნებული ვარ სტატისტიკის სამსახურში არიან შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებსაც ამის გაკეთება ძალიან კარგად შეუძლიათ და ძალიან კარგადაც იქნებოდა გაკეთებული, დარწმუნებული ვარ. მაგრამ არის აქ ერთი პატარა ამბავი. თვითონ ეს გამოკვლევა, რასაც აჩვენებს ეს შრომის ბაზრის ანალიზის შედეგები, რაც პრემიერმა ნახე გადაცემას გამოსვლა პრემიერის, ეს აჩვენებს ახლა ამ ვითარებაში, ამ სტრუქტურის ეკონომიკაში რა მოთხოვნებია. თუმცა ხუთწლიან პერსპექტივაზეა საუბარი, პროგნოზი არის ხუთწლიან პერსპექტივაზე არის საუბარი, მაგრამ ხუთწლიანი პერსპექტივა არც უშორეული პერსპექტივაა, მაგრამ ეს ძალიან კარგია. მაგრამ მე ვამბობ საერთო პერსპექტივაში რა იქნებოდა კიდევ უკეთესი. ანუ ეს ძალიან კარგია თავისთავად, ეს თვითონ ეს რა პროფესიებიც არის მოთხოვნილი. ეს აჩვენებს აი ამ ვითარებაში ამ სტრუქტურის ეკონომიკას რა მოთხოვნები აქვს, რა საკადრო მოთხოვნები აქვს. მაგრამ მე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ აი რაზეც მთავრობა ამბობს, განვითარების ათწლიანი პროგრამა. განვითარების ათწლიანი პროგრამა, როდესაც დამუშავდება, იმან შეიძლება სულ ახალი საკადრო მოთხოვნები გააჩინოს. ანუ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ იმაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს გამოკვლევის შედეგები ძალიან კარგია. ძალიან კარგია შრომის ბაზრის ანალიზის შედეგები, მაგრამ ეს აჩვენებს მოთხოვნებს აი ამ სტრუქტურის ეკონომიკით, რაც თავისთავად ბუნებრივია ობიექტური მონაცემებია. თუმცა მან არის რამდენიმე საყურადღებო დეტალი. მაგალითად ის, რომ საშუალო სკოლის მასწავლებლების პროფესია არის ძალიან დეფიციტური, ასე აღმოჩნდა. ანუ ყველაზე მოთხოვნადი და სხვადასხვა შორის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები მეორე ადგილზეა და ეს იმიტომ, რომ ეს არის მომსახურების ეკონომიკა. მომსახურების ეკონომიკაში ამ დარგებზე არის მოთხოვნა, მაგრამ თქვენ თუ გადაწყვეტოთ, მაგალითად ახლა განვითარების ათწლიანი პროგრამა, რასაც მთავრობა აპირებს ამის გაკეთებას და რაც ძალიან კარგია, მე ამას ვეძახი სიმეტრიული განვითარების პროგრამას, ეს უნდა გაკეთდეს რეალურად და თუ აი ამ პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტოთ, მაგალითად რაღაც დიდი საწარმოს აშენებას, დიდი ქარხნის აშენებას. სადაც გაჩნდება მოთხოვნები ისეთ პროფესიაზე, როგორიცაა ხარატი, ზეინკალი, დურგალი, ინჟინერი და ასე შემდეგ. და ელექტროტექნიკოსები, მომარაგება, დისტრიბუციის მენეჯერები. ეს ამ სტრუქტურის ეკონომიკაშია.
მაგრამ თუ პერსპექტივაში იქნება თუ ჩვენ გვინდა ნახტომი მომავალში რეალურ ეკონომიკაზე დაფუძნებით და რეინდუსტრიალიზაციის გზით, მაშინ გაჩნდება კიდევ ახალი მოთხოვნები ახალ პროფესიებზე და უფრო გრძელვადიან პერსპექტივებზე. აქ ერთი საკითხია კიდევ, ყველა ვიცით რომ არსებობს პრესტიჟული პროფესიები, ხო? იმიტომ რომ უმაღლესში როდესაც აბარებენ, ეს იყო იურიდიული, სამედიცინო, ჟურნალისტიკა. აი ეს კლიშე როგორ შეიძლება რომ დაიძლიოს საზოგადოებაში, იმიტომ რომ აი როგორ უნდა აღმოფხრას ის დისბალანსი, ამ რეფორმამ, რომელიც დღეს არსებობს იგივე ამ პროფესიებთან დაკავშირებით. ამის აღმოფხრა ძალიან რთულია და ეს თვითონ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის. მე ამას ბევრჯერ მეთქვამს ბევრ ეთერში და ახაც გავიმეორებ, რომ განათლების რეფორმა არ არის მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების რეფორმა, განათლების რეფორმა არის მთლიანად მომავალი თაობის აღზრდის სისტემის რეფორმა. რომელიც აუცილებლად სკოლიდან და უბრალოდ ბაღიდან უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, და ის რომ მაგალითად დღეს სკოლიდან საერთოდ ამოღებული აღზრდის ელემენტი და განათლება განიხილება არა როგორც რაღაც ეგზისტენციალური მოთხოვნა და ეგზისტენციალური უფლება ადამიანის, არამედ როგორც ჩვეულებრივი მომსახურება, როგორიცაა მაგალითად ფეხსაცმლის რემონტი ან თმის შეჭრა, რაღაც ესეთი რამე. ანუ აღზრდაში რას გულისხმობთ? გამარჯვება ნახვამდის რომ მასწავლებელმა უნდა ასწავლოს? მასწავლებელმა ასწავლოს არა, ეს ასე ინსტრუქციებად გაწერილია აღზრდა, ანუ პიროვნების მოდალური ტიპი, ანუ სამაგალითო ადამიანი ვინ უნდა იყოს, ვის უნდა მიბაძოს ახალგაზრდამ. დღეს რომ შეხედოთ, ამით უნდა იყოს სავსე მთელი საინფორმაციო სივრცე და მთელი ხელოვნება ყველაფერი ამას უნდა ემსახურებოდეს. ოჯახი რა თქმა უნდა, ოჯახშიც იგივე იქნება მერე, თუ ყველაფერი ამით იქნება გაჟღენთილი რა. და თუ აი დღეს ვინ არის პიროვნების მოდალური ტიპი, ანუ ვინ არის სამაგალითო ადამიანი. ყველას ინდივიდუალურად არა, ყველას ინდივიდუალური არა, ეს კრებსითი პიროვნება, ეს ერთი პიროვნება არ არის როგორც წესი, მაგრამ პიროვნების მოდალური ტიპი ზოგადად დღეს არის ფულის მშოვებელი ადამიანი, ხო? პროფესიონალი მომხმარებელია და განათლების სისტემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ბოლონიის პროცესი წარმატებით ასრულებს თავის ამოცანას, რომ აი ამ სტრუქტურის ეკონომიკას ამარაგებს თავისი მთავარი რესურსით, ანუ პროფესიონალი მომხმარებლით. ანუ უნდა ისწავლო იმისთვის, რომ კარგად დასაქმდა და კონდეს შემოსავალი. ამას გულისხმობ? არა, ამას არ გულისხმობ. ეს მომხმარებელი ადამიანი, მომხმარებლური დამოკიდებულება, მომხმარებლური დამოკიდებულების აღზრდა ადამიანში, ეს ცოტა უფრო დიდი რამეა, ვიდრე მხოლოდ ეს, რაც თქვენ ძალიან ეხლა რა. აი, ყველაფერს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება, ჰედონისტის აღზრდა, რა, პროფესიონალი მომხმარებლის აღზრდა. მოკლედ, ამაზე სხვა შორის რუსეთის განათლების მინისტრმა პრუსენკომ თქვა გულახდილად, რომ ჩვენ ვზდით მომხმარებელს, საბჭოთა განათლების საბჭოთა სისტემა ზდიდა შემოქმედ ადამიანს, ჩვენ შემოქმედები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მომხმარებლები. დღევანდელ ეკონომიკას, აი ამ სტრუქტურის ეკონომიკას ჭირდება მომხმარებელი. ანუ ეს პროფესიების ჩამონათვალიც ამას ადასტურებს. ესეც ამას ადასტურებს, რომ დღეს არსებული სტრუქტურის ეკონომიკას ზუსტად იგივეა. ჭირდება სწორედ აი ეს პროფესიები და ძალიან ზუსტი შეფასებებია. სხვა შორის, როდესაც მოვისმინე და ნახე ეს შედეგები ამ გამოკვლევის ზუსტად ის არის, რასაც ველოდი. თუ შეხედავთ დასაქმების სტრუქტურას, ეკონომიკური საქმიანობის სახეობების მიხედვით, ნეისის კლასიფიკატორით და შეხედავთ ეკონომიკის სტრუქტურას იმავე კლასიფიკატორით. ეს არის ორი სხვადასხვა რამ. ანუ შრომის წარმოებლობა სხვადასხვა დარგებში არის განსხვავებული და ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთს არსებითად არის აცილებული. და არის კიდევ მესამე წყარო ინფორმაციის, ეს არის განათლების უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოშვებული კადრების კვალიფიკაცია, განაწილება ისკოს კლასიფიკატორით პროფესიების მიხედვით. აი ამ სამ სტრუქტურას თუ შეადარებთ ერთმანეთს, ეს სამი სხვადასხვა სამყაროა. ანუ უმაღლესი განათლების სისტემა ამარაგებს შრომის ბაზარს, ესე ვთქვათ, ამ ტერმინებში, ამ პარადიგმაში ველაპარაკოთ, ამარაგებს შრომის ბაზარს საერთოდ განსხვავებული სტრუქტურით, ვიდრე შრომის ბაზრის მოთხოვნა არის. ამდენად მთავრობის ეს განცხადება, რომ აი ამ სტრუქტურების კონგრუენტულობა რაღაცნაირად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ეს ძალიან საშუალო რამეა.
ხო, აქ კიდევ ერთ საინტერესო დეტალი ამ ჩამონათვალში პროფესიებში, მაგალითად ელექტროტექნიკოსებია, მეტნაკლებად ყველასთვის არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება. კი ბატონო. ამ პროფესიის ადამიანებისთვის, ანუ დიპლომი. აქ უმაღლესი განათლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიული ხო, აი ეს განათლება. მინდა კითხოთ, ანუ ეს პროფესიული განათლების, ნუ ჩვენ წლებია გვესმის, რომ არის ეს პროფესიული სასწავლებლები, მაგრამ როგორც ირკვევა, მოთხოვნადი არ არის. არავინ არ შედის აქ თავისი სურვილით და ეს იმიტომ აი რომ რა არის გასაკეთებელი ამ კუთხით, რომ აი პროფესიებისადმი პიროვნების მოდალური ტიპი, ანუ სამაგალითო ადამიანი არ არის ის, ვინც დგას დაზგასთან და ჩარხთან. სამაგალითო ადამიანი არის ის, ვინც დგას ტელეკამერასთან, ან სცენაზე, ან სასამართლოში, ან რაღაცა საქმეების გაიმასქნებითაა დაკავებული რა. ანუ პიროვნების მოდალური ტიპი არ არის მშრომელი ადამიანი. და ამიტომაც ახლა ახალგაზრდა მიდის, ყველა იქ მიდის, სადაც ხედავს წარმატებულ ადამიანს. დღეს ყველაზე კარგი ვარიანტი წარმატებული ესე პიროვნების მოდალური ტიპის დღეს არის წარმატებული სპორტსმენები. ოღონდ ისინი არა იმიტომ მთავარი мотиваცია წარმატებული სპორტსმენის არის არა ის რომ მაგალითად კარგი გოლი გაიტანა, ან მძიმე შტანგა აწია რაღაც. არამედ ის რომ იმას რაღაც კარგი კონტრაქტი აქვს და ბევრი ფული მშოვებელი. ეს არის. ჰედონისტია რა მოხდა. გასაგებია თუ დავუბრუნდებით ახლა უფრო რეალისტები ვიქნებით და რეალისტურად ვლაპარაკობ მე ძალიან მესმის რომ რეალისტურად, მაგრამ მე მინდა რომ აი ამ კვლევის შრომითი ბაზრის კვლევიდან გამომდინარე გავაკეთოთ გარკვეული შეფასებები, თუნდაც იგივე სასწავლო ჩარიცხები, როდესაც ეხლა როცა დაიწყება გამოცდები, მე ვგულისხმობ ახალ სასწავლო წელს, როგორ მოხდება, ანუ აი ამასთან თავსებადობა, ანუ მოხდება სტუდენტთა კვოტების შემცირება, უფრო მოთხოვნადი პროფესიებზე უფრო მეტი ადგილი იქნება, თუ აი ეს დისბალანსის საკითხი როგორ უნდა მოყვარდეს. ეს დეტალებში ალბათ განათლების სამინისტრო უნდა თქვას ამაზე, მაგრამ მე როგორც აი პრემიერის გამოსვლიდან და შემდგომ განათლების მინისტრის განცხადებებიდან როგორც გავიგე, სწორედ აი ამ კვლევაზე დაფუძნებით განისაზღვრება კვოტები, რაც სწორია. ანუ სავარაუდოდ იგივე იურისტის პროფესიაზე იქნება ძალიან ცოტა ადგილი. შემცირებული რა თქმა უნდა. და იქნება დიდი კონკურსი იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ისევ სურვილი გაუჩნდებათ, ხო? კი ბატონო, ახლა ადამიანს ვერ აუგრძარავ რომ წავიდეს დაუშვათ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბაროს, ან მას ჩააბაროს, რა ქვია, ბიზნეს ადმინისტრირებაზე, ან რაღაც საერთაშორისო ურთიერთობებში. ხო, ეს თავისი არჩევანია, მაგრამ ხო, მაგრამ იქ კვოტა იქნება ცოტა, იმიტომ რომ აი ამ პროფესიის ხალხი ჩვენს ეკონომიკას ამ წუთში არ ჭირდება. ამ წუთში კი არა, პერსპექტივაში არ ჭირდება. ხო, ამდენი არ ჭირდება და ახლა ყველა სადაც უნდა ახლა როგორც კი ბატონოს თუ გინდა საავადმყოფო სასწავლებელში წავიდეს ისწავლოს, მაგრამ დანარჩენი სახელმწიფო სასწავლებლებში ეს კვოტები ალბათ ესე განისაზღვრება. და სწორედ ამას დაფუძნებით და ამ თავიდანაც თქვი ამაზე რომ ეს არის ძალიან კარგი რამ მეთქი რომ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და არა ვიღაცის სურვილებზე დაფუძნებული, ეს კვლევაზე დაფუძნებული ანუ ის განათლების რეფორმა, ის კონცეფცია, რომელიც დაიწერა და რომელიც შემდეგ ახლა ნაწილობრივ კანონის სახე აქვს მიცემული, არის ამ კვლევებზე დაფუძნებული და შესაბამისად ეს არის რამდენად შეიძლება იყოს წარმატებული, იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, ჩვენ ვიცით რომ ჯერ კიდევ არ არის ეს პროცესი დასრულებული და კიდევ მიმდინარეობს. განათლების რეფორმა ძალიან მასშტაბური რამეა, ეს ერთ-ერთი პატარა კომპონენტია მაგის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით საკმაოდ წარმატებული მცდელობა არის ეს ამ ეტაპზე, მაგრამ პერსპექტივაში კიდევ მეორე უფრო გრძელვადიან პერსპექტივებზე ფიქრია საჭირო, ვინაიდან საქართველოს მისი ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, დემოგრაფიული სტრუქტურიდან გამომდინარე და სხვა მრავალი პარამეტრებიდან გამომდინარე სჭირდება ნახტომი მომავალში. ნახტომს მომავალში სჭირდება განვითარების ძალიან ესეთი კარგად დეზაგრეგირებული, დეტალიზებული პროგრამის მომზადება, რომლის მთავარი ფუნდამენტი სწორედ განათლების რეფორმა უნდა იყოს. ის რაც კონცეფციაში ეწერა, მე აქ თქვენთან ვიყავი ზუსტად ეს კონცეფცია შემუშავდა და იმ კონცეფციაში იყო რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩემი აზრით
იმისი უტყუარი მანიშნებელი იყო, რომ ამაზე ნაფიქრი ქონდა ხალხს. მაგალითად ის რომ უმაღლეს განათლებაში არაფერი არ იყო ხაზგასმული განსაკუთრებით გარდა ერთისა, რომ საჭირო არის აგრარული და პედაგოგიური პროფესიებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამაზე იფიქრა ხალხმა რა. და გარდა ამისა კიდევ მასე უმაღლესამდე, სასკოლო განათლებაში იყო განსაკუთრებით ხაზგასმული სწორედ ეს აღზრდის კომპონენტის დაბრუნება სკოლაში. ამაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის. მაგრამ ეს მაინც კონცეფცია მაინც ზოგადი რამეა უფრო, ხოლო რეფორმას ალბათ უფრო დეტალური პროგრამა ჭირდება და ალბათ ესეც მომზადდება. როდესაც მოხდა აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია, იქ თქვა პრემიერმა, რომ ტექნიკური დეფიციტთან დაკავშირებით ბიზნეს ასოციაციის ფორმატში არაერთხელ ყოფილა დავუშვათ განხილული ეს ტექნიკური აგრარული მიმართულებები, სადაც სერიოზული პრობლემები აქვს ამ კომპანიებს. აქ არის კიდევ ერთი საკითხი, გარდა იმისა, რომ დავუშვათ არ არიან საკმარისი რაოდენობა, ასევე კვალიფიკაციის პრობლემა. ბიზნესი მუდმივად ჩივის იმაზე, რომ კვალიფიციური კადრები მას არ ყავს და ამიტომაც უცხოელების დაქირავება სჭირდება. რა თქმა უნდა, აქ არის ორი მომენტი. ერთი არის ის, რომ კვალიფიციური კადრები ერთი შეიძლება მართლაც არის დეფიციტი და ეს ამას ბევრი რამე აჩვენებს, მაგრამ მეორე მხრივ არის დეფიციტი იმის, რომ რამდენად მზად არის ბიზნესი, რომელიც ესე ვთქვათ თითქოს ყველაფერი რომ იცის და ყველაფრის აზზე რომ არის ყოველთვის, რამდენად მზად არის იმისთვის, რომ კვალიფიციურ კადრს, ან კვალიფიციური ანაზღაურება მიცეს, ან შესაბამისად კარგი სამუშაო პირობები შეუქმნას. ანუ ერთლარად არ დაიქირავოს, არ გადაუხადოს კვალიფიკაციურ. რასაკვირველია, მე მაგალითად ბევრჯერ მქონია ხოლმე შემთხვევა, ხა მე ჩემ დარგში არც თუ ისე დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ვარ, როდესაც ჩემთან რომ მქონიათ ხოლმე საუბარი ესეთი როგორ იცით, აი რაღაც დამოკიდებულება, რომ რაც შეიძლება იაფად რომ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგი. ხო და უკაცრავად, მაგრამ ეს უნდა დაარეგულიროს შრომითმა კანონმდებლობამ, რომელსაც აი ბენდუკიძის ცნობილი რეფორმების შემდეგ ამ კანონმდებლობას თუ შეხედავდით, დამქირავებელს აქვს მარტო უფლებები და დაქირავებულს მარტო მოვალეობები. თუმცა შემდეგ შეიცვალა ეს კოდექსი. ბევრად არა, მაინც და მაინც ბევრად არა. ბენდუკიძის სულის განდევნა ეკონომიკური აზროვნებიდან დღესაც ძალიან აქტუალური თემა. აქვე ამ კონტექსში მინდა გკითხოთ, იგივე ის უცხოელებთან დასაქმებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ თემამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა ბიზნეს ასოციაციაში და იქ ბიზნესი ამბობდა, რომ ჩვენ შეგვექმნება პრობლემები, იმიტომ რომ არ გვყავს კვალიფიციური კადრები, იგივე ნულოვანი კოტები დავუშვათ ტაქსის მძღოლებზე, კურიერებზე, გაძვირდება ყველაფერი და ასე შემდეგ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? ანუ მთავრობის პოლიტიკა ამ კუთხით სწორია? ის რაც გამოცხადდა, რაზედაც გამოცხადდა ეს შეზღუდვები, ეს არის კურიერი, ტაქსის მძღოლი და კიდე რაღაც სამი პროფესია. სამი პროფესია. ხო, გიდი, სამი იყო მომსახურება და პრინციპში ახლა ამაზე ვერაფერს აწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი, მაგრამ ახლა რაც შეეხება იმავე მაგალითად სამშენებლო სექტორში და ბევრგან ფაქტი არის, რომ არის მუშახელის დეფიციტი. მაგრამ აქ ესე სტრუქტურა არის საწყობილი შემდეგნაირად, რომ უნდა მიმართოს დამსაქმებელმა ჯანდაცვის სამინისტროს მოითხოვოს დავუშვათ ისა თუ ის კოტა და თუ ჩათვლიან რომ ქართველი ვერ შეასრულებს ამ საქმეს, ამ შემთხვევაში აძლევენ უფლებას რომ დაასაქმონ უცხოელი. მე რამდენადაც ვიცი, ბევრ ქვეყანაში არის მსგავსი პრაქტიკა. ევროპაში მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არის და ეს უნდა იყოს რაღაც ორგანიზებული ფორმით. მაგრამ პირველ რიგში მე მაინც გონია, რომ ჩვენმა განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი კადრების მომზადება, საქართველოს მოქალაქეების მომზადება დასაქმებისთვის.
დღეს ჩვენი განათლების სისტემა, დღემდე ეს ბოლონის პროცესი რაც აიწყო და რაც მძვინვარებს ჩვენთან, შრომის ბაზარს ამარაგებს უაღრესად მაღალი ამბიციის მქონე და დაბალი კვალიფიკაციის კადრებით. ეს მაღალი ამბიცია ცუდი არ არის, მაგრამ მაღალი იცით რა არის, როდესაც ამბიცია და კვალიფიკაციის თანაფარდობა არის 1:10-თან, 10 ამბიცია და 1 კვალიფიკაცია, ეს გასაგებია, როცა 1:1000-თან არის, უკვე ძალიან დიდია რა. იმიტომ რომ აი მაგალითად მე ბევრჯერ მithქოს და კიდე აქაც ვიტყვი ერთ მაგალითს. ეხლა დავუშვათ გადავწყვიტეთ გავხსნათ რაღაც დიდი საწარმო. მე იმ ხალხს ლაპარაკობ, ეხლა ვინც ქარხანა ფაბრიკებში ინვესტირება და ასე შემდეგ. 30000 კაცი რომ ჭირდება ესეთი დიდი გიგანტური საწარმო გვინდა გავხსნათ. მომიძებნეთ საქართველოში კადრები 30000 დირექტორი არ მჭირდება. მე 30000-იან საწარმოს ჭირდება ხარატი, ზეინკალი, დურგალი, ხურო, კალატოზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და 30000 დირექტორი არ ჭირდება, 30000 დირექტორი მოიძებნება დამიჯერეთ. აი ამ განათლების სისტემისგან, ბოლონის პროცესისგან აღზრდილი 30 უკიდურესად მაღალი ამბიციის მქონე დირექტორი მოიძებნება დაუყოვნებლივ. თავის მხრივ ბიზნესმა არ უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა, დავუშვათ რომ ადამიანი რომელიც მის კომპანიაში მუშაობს, ან ტრეინინგი ჩაუტაროს, ან ცოტა მეტი ფული დახარჯოს იმისთვის, რომ მიიღოს კვალიფიციური ეს მხოლოდ ბენდუქიძის ადეპტების საზრუნებაში არის ბიზნესი, როგორც ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატი. ეს მხოლოდ იმ პარადიგმაში არის ეს. ბიზნესი არის საერთოდ არასდროს არ გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, სოციალური პასუხისმგებლობით. რატო არიან კომპანიები, რომლებიც არიან კომპანიები, ეს ძალიან იშვიათია და მეორე თუ არიან, ისინი არიან საკანონმდებლო ჩარჩოების გამო ასეთები. და არა იმის გამო რომ ბიზნესმენი არის პასუხისმგებელი. ბიზნესმენი არასდროს არ არის პასუხისმგებელი, ერთ-ერთი სოციალურად ყველაზე უფრო დაბალი პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტები არის. მე ნაწილობრივ ვერ დაგეთახმები, მაგრამ ხდება. ხო, აი იგივე დავუშვათ ბიზნესის პოზიცია მინდა ახლა წავიკითხო, მთავრობისგან არის დაპირება, რომ უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას. კი ბატონო. თუ ეს დაპირება შესრულდა. კი ბატონო. ამაში კვალიფიკაციაც არის ჩადებული. რასაკვირველია, ბარა. გამოდის რომ მაშინ ბიზნესის მოთხოვნები სრულდება და მას ერთი თეთრის გადახდაც არ მოუწევს იმისათვის რომ დავუშვათ თავის მუშახელს აუმაღლოს კვალიფიკაცია და ასე შემდეგ პირდაპირ მიიღოს ის ვინც ჭირდება. ეს მთავრობის ინტერესებში შედის იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების მთავარი რესურსი შეიქმნას ქვეყანაში. ეს არის კადრები, ადამიანები. ადამიანი არის მთავარი რესურსი ყველაფრის. ეს 5 წელზე რა თქვენი აზრით რატო განისაზღვრა 5 წლის განმავლობაში, ანუ ალბათ იმიტომ რომ მაღლესი განათლების სტანდარტული კურსი იყო 5 წელი და მანდან გამომდინარე შეიძლება. და კიდევ ერთი, აი მაინც ისევ ბიზნესთან დაკავშირებით, აი თქვენი აზრით რა როლი ექნება კერძო სექტორს ზოგადად ამ საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის განსაზღვრაში, თუნდა ჩაერიონ ისინი ამ პროცესში და მათი პასუხისმგებლობა, თქვენ თქვით რომ სოციალური პასუხისმგებლობიდან ბიზნესის პასუხისმგებლობის მე არ მჯერა. თუმცა ბიზნესი ქმნის შრომის ადგილებს და სამუშაო ადგილებს რეალურად ქმნის სახელმწიფო. ბიზნესი არ ქმნის? ბიზნესაც ქმნის სახელმწიფო. მაშინ გამოდის რომ მარტო მხოლოდ სახელმწიფო. ჩემი აზრით სახელმწიფო არის მთავარი მოთამაშე და სახელმწიფო არის ყველაზე უფრო დიდი ჰომოგენური გაერთიანება ადამიანების ერთობის, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ არეალში საცხოვრებელ ადამიანების ცხოვრების პირობებს რა. ზოგადი განმარტებით. და ბიზნესი არის ამის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, მაგრამ არა ერთადერთი. და არა გადამწყვეტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ერთადერთი. ხო, მაგრამ როდესაც კაპიტალიზმის სოციალური პასუხისმგებლობის ამჯეროდა არასდროს, ერთ პერიოდი რაღაცა ცოტა ეჭვი შემეპარა და ცოტა დავიჯერე თითქოს, მაგრამ მე პრაქტიკა მაჩვენა რომ ეს ტერმინი მაგრამ რა პერიოდზე საუბრობთ? საუბრობ, როცა სტუდენტობის პერიოდში, როცა სხვადასხვა ეკონომიკურ თეორიებს ვეცნობოდი და სხვადასხვა სოციალურ თეორიებს ვეცნობოდი და ვსწავლობდი და ვიყავი ასე ვთქვათ ათვისების პროცესში. ხო,
გასაგებია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მაინც ცოტა დრო რჩება და შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა და კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ ამ განათლების რეფორმას, მიუხედავად ასეთი დიდი წინააღმდეგობისა, რაც ამ რეფორმას შეხვდა, განსაკუთრებით გულისხმობ უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით. აი ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი, თქვენ როგორ ფიქრობთ, გაამართლებს? აი ამ კვლევებზე დაყნობით რო ვისაუბროთ. მე მგონია რომ ეგ არ არის სუდი პრინციპი ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი ისე ხო არ მოხდება რომ თბილისში რო ცხოვრობს ადამიანი მას მოუწიოს დავუშვათ სასწავლებლად წასვლა ქუთაისში ან გასაგებია რომ ადგილზე რეგიონებში ხდება ადამიანების დამაგრება და არა ყველას დედაქალაქში ჩამოსვლა მაგრამ ხო შეიძლება რომ ჩემს შულს მაგალითად პირობითად ისეთი სპეციალობა მოუნდეს რომელიც აქ არ არის და წავიდეს ქუთაისში ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი მე რამდენადაც ვიცი არ ნიშნავს რომ მაგალითად შენებელი ინჟინერი მხოლოდ თბილისში იქნება ტექნიკური რას ნიშნავს მაშინ აბა ადამიანი მასე გაიგეს ხო ეთყობა არ გაიგეს კარგად მაგრამ მე როგორც მივხვდი ეს ნიშნავს იმას რომ მაგალითად შენებელი ინჟინერის გამოშვება თბილისში მოხდება ერთ სასწავლებელში სახელმწიფო დონეზე ერთ სასწავლებელში იქნება ეს ფაკულტეტი მხოლოდ და ქუთაისშიც ტექნიკურ უნივერსიტეტშიც იქნება იგივე ოღონდ ერთ უნივერსიტეტში და ერთ ინსტიტუტში და არა სხვადასხვა ინსტიტუტებში რამდენიმეგან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი. თუ კერძო იქნება ალბათ ეგ ცალკე ამბავია კიდე, მაგრამ სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი თბილისში მშენებელი სამშენებლო ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ ინსტიტუტში, ქუთაისში მხოლოდ ერთ ინსტიტუტში, ბათუმში მხოლოდ ერთ ინსტიტუტში და ასე შემდეგ. და არა ისე რომ კონკურენცია სავარაუდოდ იქნება მაღალი. ხო, ის რომ და არა ისე რომ მაგალითად მშენებელი ინჟინერი მხოლოდ თბილისში იქნება და ქუთაისში არ იქნება, ბათუმში არ იქნება და მაშინ ზუგდიდში არ იქნება რა. მაგრამ ქალაქში ერთი ფაკულტეტი ერთ სასწავლებელში დაუჭერს სახელმწიფო მხარს ამ ფაკულტეტს. და რაც შეეხება კერძო სასწავლებლებს, მათ არ ექნებათ შეზღუდვა ალბათ სპეციალობებთან დაკავშირებით. წესით არ ექნებათ, არ ვიცი. თუმცა იქნება ფასიანი. ხო, კი ბატონო, კი ბატონო. ეს გაზრდის სწავლის საფასურს? აუ დავუშვით ვინც უფასოსთვის ვერ მოხვდება მან რომ ალბათ გაზრდის სწავლის საფასო შეიძლება გაზარდოს მაგრამ ხარისხი როგორ იქნება ეგ არის თავარი რა კერძოში თუ სახელმწიფო სასწავლებელში ორივე კერძოში სახელმწიფოში გასაგებია რომ სახელმწიფო შეიმუშავებს ამ სტანდარტებს ახლა მე თუ მკითხავ მაგალითად მე ძველ სტანდარტებს ავადგენდი ძველს რომელს ეს საბჭოთა პერიოდის განათლების სისტემის სტანდარტი. და რა იყო იქ მოსაწონი? და რა იყო დასაწონი მითხარით? არა, მოსაწონი რა იყო? მოსაწონი იყო რომ იყო მეთოდოლოგია იყო, მეთოდიკა იყო სწავლების გამართული. და ზდიდა გარკვეული საფეხურები განათლების იყო ესეთი აწყობილი და ლოგიკურად ერთი მეორე და მაგრამ შემდეგ რამდენი შეიცვალა რეალობა შეიცვალა ციფრულება ქაში ვართ გადასული რაღაცა საკავშირის მეთოდებია არ მნიშვნელობა ამას არ აქვს გრძელი ტენდენციები როგორც წესი ძალიან ძნელად იცვლება ხოლმე ეს ყველაფერი გასაგებია ეს ციფრული ეპოქა და ეს შესაძლებლობები უნდა ეს ახალი გარემოებები უნდა გამოიყენო როგორც შესაძლებლობები რომ გააუმჯობესო ის რაც კარგია იქ ძალიან ბევრი კარგი რამე იყო თქვენ ალბათ პრინციპების დონეს გულისხმობ რა ახლა იმას ლენინის ციტირება ყველა ციკში მაგას არ გულისხმობ რა თქმა უნდა და მაინც როდის ექნება ეკონომიკური ეფექტი ამ ახალ განათლების რეფორმას სავარაუდოდ ერთი თაობა უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგები ალბათ 10 წელიწადში გამოჩნდება ეს არ არის ისეთი რამე რომელიც დაიწყე მეორე დღესვე შედეგი ექნება მინიმუმ 10 წელიწადი დაჭირდება შედეგების მიღება სკოლა სკოლა ეს უფრო ფუნდამენტური და მძიმე რამეა ეს აუცილებელი ოღონდ აუცილებელია იმიტომ რომ სკოლა არის ყველაფერი ამის ფუნდამენტი და სკოლას ალბათ მინიმუმ ერთი თაობა ჭირდება რომ დავინახოთ შედეგები იმიტომ სკოლაში დღეს არის უმძიმესი მდგომარეობა სწორედ ის არის რასაც ნუ ახლა კიდევ მეორე ეს სისტემა რაც დღეს არის ჩვენთან არის ძალიან წარმატებული სისტემა. ოღონდ სხვა ამოცანებისთვის არის ეს და სხვა მიზნებისთვის არის. ეს ამარაგებს ეკონომიკას, ამ სისტემის მიზანი არის მოამარაგოს ეკონომიკა მომხმარებლებით.
ანუ მეშანებით რა ჩვეულებრივი რაღაცების ყიდვაზე გაგიჟებული ხალხით. და აბას წარმატებით აკეთებს ეს. ამ სისტემის მიზანი არ არის შემოქმედი ადამიანის გაზრდა, არ ზრდის. რატომ უნდა გაზრდოს? გასაგებია, მადლობა. მადლობა. ნოდარ კაპანაძე, ეკონომისტი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გეშტობებით ნახვამდის.